მოგესალმებით ქალბატონო და ბატონო, მე მგონი ჩავრთე, არ ვიცი. ნამდვილად ჩავრთე, რაც ძალიან კარგია. დღეს არის 15 აგვისტო. მე მგონი და დღეს წება ფეხბურთები. ლივერპული ბორნმუთია დღესა. რაღაცა ისე ესა. მამარდაშვილი ძირითადში არ არის, რაც ძალიან ცუდია. მე მაღიზიანებს უკვე ეს ალისონი. ჩემი ერთ-ერთი ყოველი ფეხბურთელი იყო არა და ბოლო-ბოლო რომაში იყო ერთი წელი. რომას ყველაფრით ვარ წარმოდგენილი. ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა და ერთ-ერთმა ძალიან კარგმა კომპანიამ რომას რაღაცები გამომიგზავნა, რომელიც ვერ წამოვიყე სამსახურიდან, იმიტომ რომ სულ რჩება ხოლმე. ხვალ გავაკეთებ მაგის unboxing-ს რა. მოდი დღეს ვილაპარაკოთ ვეგანებზე რა. დებილობაა რა ვეგანიზმი, ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ან ჩემი აზრია. უყურეთ მე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები რა თქმა უნდა არ ვიცი ამ ყველაფრის შესახებ. მე არაფერი არ გამაჩნია დედამიწის იმაზე, არ მაგ ყველაფერზე. უბრალოდ რაღაც ხო უყურებ და ესე შენ თვალით რას გაქვს ნაზრები, მაგას ლაპარაკ. ვეგანობა ნავეტანია. იმიტომ რომ როგორც მინიმუმ კვერცხის და ძის ჭამა მაინც, ანუ ყველს სასახვა უნდა ჭამდნენ ინდიაში ცხოველის გამიღებული პროდუქტი, არაფერს არ ჭამენ. და მარტო ხილი არ ამგონია რომ ადამიანს ეყოს იმისთვის რომ თავისი ენერგიის full potential გამოიყენოს, ამ მთლიანი პოტენციალი რაც გვაქვს, რაც გაგვაჩნია რა. ეხა ეს ხო არ არის კაცი, იმედი არ იყო. ვიღაცამ იმ დღეს მაჯონდა რომ ეს კლუბის ხმაო ყერში გვაქვს უკვე ხალხო და ყავას ნუღასომ ნუ გადაიჯვიო თავზეო. ეთქი ეს ვინ არის რას მარჯვენს მეთქი ვიფიქრე, მაგრამ მე მივხვდი რომ იქნება და მართლა შემაწუხებელია თქვა, მე მოგუსმენ და მართლა შემაწუხებელი იყო და აღარ მაყავა. მაგრამ ისე რომ გადაყლაპა მანდრასზე. აი მანდრასშვები მართლა მინდა, აი ეს პროსტ გადაყლაპე. ნერვი გადაყლაპე. მე? მაინც და მაჯა. ვეგანობას რაც შეეხება ვეგანობას მიუბრუნდეთ, ეს არის აგორებული თემა არ არის. არ გასაგებია რომ ცხოველები ვიღაცებს ეწოდებიან, მაგრამ უყურეთ, ეხა წარმოიდგინეთ აი ლომი რა. ლომი რო დგას და ესე რომ ფიქრობს, რომ ჭამო ძროხა, იქნება და ატამი ვჭამო, ანუ იქნება და ძროხა არ ვჭამო, იმიტომ რომ რავი რა ცხოველია მაინც და მეწოდება. ანუ ლომს ხო არ შეეწოდება. არც ჩვენ არ უნდა შეგვეწოდოს. ადამიანები ვართ ეგეთი ისენი რა, სუსტები ვართ ადამიანები სინამდვილეს. ცხოველებთან შედარებით ადამიანები ბევრად უფრო სუსტები ვართ. მაგრამ ჭკუა გვაქვს, აზროვნების უნარი გვაქვს და მაგითი ჯობნით სიძლიერეში საბოლოო ჯამში, თორე უნდა მუსულყო ერთ-ერთი ღორით დაგვაგდებს გაგხებს ცემაში. აი მე ჭხუბის ფონტი რო იყოს რა. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ სუსტები რო ვართ, მაგითო ვფიქრობთ და ეხლა რომ ვიფიქრეთ სუსტი რო ხარ, მით უმეტეს შენზე ძლიერის ჭამა თუ შეგიძლია, უნდა შეჭამო ძმაო, თორე აი უეჭველი დაგერხება. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ მე-19 საუკუნე კიდე ახალია. აი რა ჩვენ წელთაღრიცხვამდე რაღაცა აი ნიმეებში, გამოქვაბულებში რო ცხოვრობდნენ რა, აი ეგ ზეზვა და მზია და ეგ გამანდა რა. ეგ გამანდა რომ გამოდიან და იქ ტახია და ტახი ვჭამოთ. მოდი არ ვჭამოთ რა ცხოველია. ხო ვერ მოვიდოდით აქამდე, ჩემი მათემატიკით ვერ მოვიდოდით, იმიტომ რომ ეგრე მგონია. ხო და რავი, რომ მოვედით დავაფასოთ. არა? რავი, ანუ ხორცს რო იძახიან, ნეგატიური ისა აქვსო, რაღაცა აქვსო ადამიანებზეო. არ არის მართალი ჩემი აზრით. ეხა ხორცსაც გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ ხორცი არის ესეთი რაღაცა, რომ ჭამ ფაქტია, რომ ენერგიაზე მოდიხარ, იმიტომ რომ მე ენერგიას მაგრამ მატებს ხორცი. ენერგიას და კილოგრამებსაც მატებს, გასაგებია, მაგრამ ეხლა რა ვქნა. მირჩევნია კილოგრამები მქონდეს, მაგრამ ხოძო ვიყო, ვიდრე გამხდარი ვიყო და სუსტი. ხო და ჩემი აზრით არ არის სწორი რა. ანუ სწორი რა, იდეაში ძალიან დადებითი არის რა, მაგრამ დადებითობა რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს არაფერს არ არგებს რა. ეგეთი დადებითობა რა, ყველას მიმართ გულჩვილობა არ არის სწორი. ანუ არ უნდა იყოს ყველას მიმართ გულჩვილი და უნდა გეცოდებოდეს ყველა და ყველაფერი რაც შენ გარშემო არის. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მე ის არ შეგეცოდებს საბოლოო ჯამში. ეხლა წარმოიდგინე და ძროხას რო რაღაცა აი რა გაგიჟდა ძროხა რა დაუშვათ. და ადამიანებს რო დაუწყოს თარქებით შეჯახება. ხო არ დაგი, აი ხარი ხო არ დაგიწყებს შეცოდება შენ და არ შენ უნდა შეიცოდო მაგის გამო, მე ეგრე მგონი. თორე დაარხეული გაქვს რა ყველა ვარიანტი. თან არის, იცი? თვითონ ეს მიმდინარეობა იდეოლოგია, მაგალითად პრობლემა არ მაქვს. მართლა რა. მაგრამ ტიპები გამოდიან ძმაო და ხორცს რატო ჭამ შემკვლელო.
იდი ნახვი რა, აი მარტივად გეტყვით მართლა რა, აი რა ხორცს რატო ჭამ რა მკვლელიგო. შემეშვი ძმაო რა, ჩემთვის ჭამ, აი ის მაშინ არ გახსოვთ რომელიღაცა ვეგანური იმას რო სოლსკები მიაყარეს. აი მართლა ეგრე მინდა რომ მოვიქცე ხოლმე რა, იმიტომ თქვენ პირიქით იქცევით რაღაცებს, ცუდ რაღაცებს აკეთებთ ხოლმე. ანუ ვეგანობის პოპულარიზაციას ვინც აწვება, ის იდეაში ჩემი აზრით უნდა იყოს კარგი ადამიანი, მაგრამ კარგი ადამიანები არ იქცევიან. იქცევიან გაგიჟებულებივით, რომ აი შემკვლელო. აქ აზროვნების უნარი რაღაცას. ეტყობა ხორცი ხსნის რაღაც აზროვნების უნარს და იმ ხორცს რო აჭამ, ვეღარ აზროვნებ ისე კარგად როგორც საჭირო არის და გელანდება ყველგან შენი მტერი და ისა და ესა და. რა ვიცი ძმაო, აი მე რო ვჭამ ხორცს შემი გეკითხება, აი რა ვიცი. ადამიანს ხო არ კლავ, ხორცს რაღაცა ღორს, ძროხას, რა ვიცი, რაც იჭმება იმას კლავ. ოფიციალურად დაასტურებული რაც არის, რომ აი you can eat this shit და ჭამ. მე მართლა არ მესმის, რა ვიცი. ვეგეტარიანელობა კიდე უფრო გასაგები არის მართლა. იმიტომ რომ ცილას მაინც იღები კვერცხს შეჭამ, რაღაცა ყველგულაკა ძის ნაწარმს შეჭამ რაღაცას და ენერგიას ეგ მაინც მოგცემს, მაგრამ ეხლა ცალა უმაგისოდ და უხორცოდ და სალათის ფურცელი ძალიან დიდი ბოდიშს მოდღე, შემთხარი ტრაგის ძმა, რა ვიცი, მე ვერ გამაძღობ სალათის ფურცელი. მე მაგალითად ეხლა ვეგანი რო გავხდე, არ ვიცი, ერთი ტყე უნდა შევჭამა, რომ გავძღე ალბათ. ჩემი მათემატიკით. ჩემი მათემატიკა ვაფშე სხვა მათემატიკაა რა, ეს სხვაგან არის. ო და რა ვიცი ძმო. აი რა ვიცი, მითხარით ახლა, რა გავაკეთო, აი როგორ უნდა შევეწინააღმდეგო ეგეც არ ვიცი. თან ყოველთვის აგრესიულები ხართ. ანუ ვინც ვეგეტარიანელები არიან, რაღაც თავის აზრს ვაფიქსირებენ, აგრესიულად აფიქსირებენ. ისე კი არის იზახიან, რომ აი მე არ ჭამ, მე პირადად არ ჭამ ხორცს. და კიდია. ამას კი არ იზახიან. შენ როგორ ჭამ ხორცს, შენ ნაბოზარო, აი ასე გეუბნებიან. ბიჭო, აი როგორ უნდა გავხდე მე შენი თანამოაზრე, როცა შეურაცხყოფას მაყენებ იქამდეც სანამ გავხდები. არ მინდა ძმაო, რაც მინდა. მარტო შენიანები თუ გიყვარს, შემეშვი რა. წადი რა გამანებით რა. წადი და შენიანები გიყვარდეს. მე მირჩევნია ძმაო, რომ ავდგე და ჭამო ხორცი, ხო აი, ხინკალი რო ჭამ, მე ცხოვრებაში ძმაო, არ ვიცი რა ვიცი. ჩემ წინაპრებს რო ეჭამათ ხინკალი საქართველოს არ იქნებოდა და შენ მეუბნები რომ არა ძმაო, სალათის ბოტოლი ჭამ. მინდა შენ ჭამ. თან რა პრობლემა აქვს იდეაში? ფოთოლი ხო უფრო ცოტა არის დედამიწაზე. არა, ფოთოლი რანაირად არის ცოტა. მაგრამ სალათის ფურცელი ხო უფრო ცოტა გამოდის დედამიწაზე, ვიდრე დაუშვათ ქათამი. 30 მილიონი ქათამი კვდებაო? კი არა. 200 მილიონი ქათამი კვდებაო ერთ თვეშიო ლაშასთან იყო იმას გადაცემაში და მე ლაშას ვენდობ. ვახ. ხო და 9 მილიარდამდე თუ რაღაცა ეგრე ქათამი კვდებაო? არა, 9 არა. კარგი, ბევრი ქათამი კვდება ყოველწლიურად რა. ეხლა მილიარდობით სალათის ფურცელი არ მგონია რომ მოყავდეს ვიღაცას. მაგრამ შეიძლება მოყავდეს. ეხლა მე გაურეკი. მაგრამ იმ ძროხას ხო ვაჭმევთ? ასე ხარ, ჩვენ საჭმელს. ჩვენი საჭმელი მაგათ საჭმელს ჭამს. და მაგათ კიდე პრეტენზია აქვთ, რომ მაგათ მიჭამთო. შენ საჭმელს ჭამენ ბიჭო, მაცალე რა, იქნება და არ გაჭამო. კი არა, მომიხდით. მე რო ძროხას ჭამ. ძროხა ხო ბალახს ჭამს. ეგ სალათის ფურცელი რო შეყვეს, მე რა შვებ, ხო დარჩი უსაჭმელად. არ გიჩვენია რომ მე ეს ჭამო, შენ ის ჭამო. ისე იძახიან რომ ჯანსაღიაო, მაგრამ რა ვიცი, მე ეგრე იცი რამდენი ამას იძახიან, ეგრე იმას იძახდნენ თავის დროზე 1960-იანებში, რომ ისო, სიგარეტი კბილებისთვის არის კაი. რაც მოწევა დავიწყე იმის მერე მაგ კბილების დედანატირებ. იანაიათ არის კაი. ანუ ეგრე რისი პიარიც მიუნდათ, იმას აპიარებენ, თქო, მაშინ ჭირდებოდათ სიგარეტი გაეპიარებინათ, გააპიარეს. მე დებილივით სიგარეტი მოეწევი. მაგის გამო არ მეწევი ახლა კბილებისთვის კაიო, მაგრამ ხო ეწევი. ხო და ეხლა იმას აპიარებთ რომ სალათის ფურცელია კაი. იქნება სალათის ფურცელიც არ არის კაი, რა ვიცი მე. ეგრე შეიძლება ძროხაც არ იყოს კაი, მაგას მე კითხვა თუ გაგიცდეთ, მაგას გეთახმენთ, რა ვიცი მე. მაგრამ რა ვიცი, მამა ჩემ ჭამს. მამა ჩემი არის 65 წლის. ჭამს რა. მე ჩემ ჭამ, მაგის დედაშევით. გაუქნა. მამა ჩემი რაც გაკეთებ, ის გავაკეთებ.
ვისგან უნდა მესწავლა? მამაჩემისგან უნდა მესწავლა, სხვისგან ხო ეს? რა ვიცი, ჩემ გარშემო ვინც იყო ადამიანი, ყველა ჭამდა ხორცს და თან არ მომწონს რა, იცი? იძულებით რომ აიძულებენ ვიღაცებს. შვილებს მაგალითად. შვილს ხორცს არ აჭმევენ და ძეს არ ასმევენ და იმას რო შვებიან და ამას რო შვებიან. აი თხილზე რო ავთ. და ნები ბავშვს თავი აი აცალე ჭამა შეიაბო. და სოკოს ხინკლებს რო აჭმევენ. რა სოკოს ხინკალი ბიჭო, რა სოკოს ხინკალი. რეებს იგონა. თან ვიცი რა არ მევასება, მართლა არ მევასება რა. რა ძებს აი. აი ხო ბურგერი არის იმის რომ ხორცი იდო შიგნითა ზევიდან ქოიდან რაღაცები დაყავ და შეჭამ. და ესენი ეს ვეგანები რადგან ვეგანური ბურგერი. რა ვეგანური ბურგერი სიყვარ გაქვს მართლა აი რა ვეგანური ბურგერი. თუ არ მოგწონს ჩვენი საჭმელი თავი დაანებე ნუღაცული ძმაო. თუ მოგწონს კიდე ესეთი ჭამე როგორც არის მომიდომეს აქ ვეგანური ბურგერი. რა ვეგანური ბურგერი რა აზრია კიგრე. ანუ მაშინ ყველაფერს ჭამთ რასაც ჩვენ ჭამთ. პროსტა რაღაცა ხორცს მაგირა და რაღაცა ყლევობას დებთ შიგნით. სოიოს კოტლეტს ველი. ტრაქში გამთხარი სოიოს კოტლეტი. სოიო მეძღებოდა ყველაზე მეტად ბავშვობაში. მიჯამია სოიოს კოტლეტი ხა რა თქმა უნდა, მაგრამ აგერ არ მევასება ძმა, რაღაცა გოიმობა. ხო, მე ვერ ხვდები რა ეხა. თუ ჭამე, თუ არ ჭამო. სხვა რა შეჭამს, რა შენი ტრაკის საქმეა. წესთ მართალი ვარ, არ ვიცი, შეიძლება მტყუანი ვარ, მაგარი მტყუანი შეიძლება ვიყო და ეხა ვაფშე აი ყველაზე დადებითი რაღაცას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ფაქტია რომ მე ვინც ვეგანი ვიცი, ყველა მეჩხუბა ძმაო. რო აი რა შე რატო ჭამ ხორცს? მინდა ჭამ, შენ გეკითხება. ადრე ვიდეოებს წერდი ხოლმე და TikTok-ზე ვეგანებთან დაკავშირებით. და იმე გადამაჯვეს თავზე ძმაო. აი კომენტარებში შემოვალე თაკა. თან ყველა ვეგანს იმენა ყველა სოციალური ქსელი აქვს ძმაო, ერთგან ვერ გაეპარები რა. შემოგივარდებიან დაგაჯვამენ თავზე გადიან. შემეშვი რა. ჩემთვის ვარ ვარსებობ, მინდა ხორცს შეჭამ, მინდა დათვის ხორცს. დათვით ნაჭამი მაქვს. ხავში ყველა ხორცი ნაჭამი, გველი ნაჭამი მაქვს, ბაღაყი ნაჭამი მაქვს. დათვი ნაჭამი მაქვს. ჯიხვის ხინკლები მაქვს ნაჭამი. მაგას არ გეტყვით სად და როდის ჭამე, იმიტომ რომ ჯიხვი მე მგონი ის ნადირობა არ შეიძლება ჯიხოს. მაგრამ ბოხუი დავივიწყოთ ეგ ფაქტი გაქრა. კიდე რა მაქვს ნაჭამი? რა ყველაფერი ირემის ნაჭამი მაქვს, ტახი ნაჭამი მაქვს. რა ოპოსუმს არ შევჭამე, პატარა და ხურცი არა. მე იცი რა მიყვარს, აი კურდღელის ნაჭამი მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კურდღელი არ უნდა მოკლა რა. ხორცისთვის კურდღელი არ ვარგა, იმიტომ რომ როკლავ ანუ აზრი არ აქვს. იმიტომ ვერ გაგაწყობს კურდღელი. თუ ახლა მაინდა-მაინც რაღაც უკიდურეს ვითარებაში არ ახარ და გამოგოგულში არ ცხოვრობ და გარეთ კურდღელი არ დადროს მარტო და მე საჭმელი არ არის, ისევე კურდღელს არ შევჭამდი. არ მოვკავდი უბრალოდ. თუ მოკლულია უკვე ახლა აღარ უკვე ახლა შევჭამ ბარემ. მაგრამ ანუ აი ძროხის მოკლა მესმის, იმიტომ რომ დიდი წონა აქვს, ხორცი ბევრი აქვს და ღირს რა, ასე თუ ისე. იმიტომ რომ ბევრი ადამიანს გააწყობს. მაგრამ აი ისა მეწოდება კურდღელი და პატარა ქათამიც დიდად რო გითხრათ, ქათამიც ცოდო არის, იმიტომ პატარა ანუ ხორცის კუთხით პატარა, თან კვერცხი უკეთესი მგონია მე ვიდრე ქათა. შემდეგზე ვისაუბროთ თუ გინდათ ქათამი და კვერცხს, მაგრამ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ეს კვერცხი რო გაჩნდა, კვერცხი რო გაჩენილიყო პირველი უეჭველი ქათამი გაჩნდა, იმიტომ რომ კვერცხი რო გაჩენილიყო პირველი ხუიოსნაირად იქიდან რა ამოვიდო და პირველი გაჩნდა ქათამი დააჯვა კვერცხი და მე იმ კვერცხიდან გამოძრო მეორე ქათამი. მორჩა მარტივია. აი აღარ გვინდა მაგ თემაზე აღარ ჩავწერ ვიდეოს. სისულელეა პროსტა რა. ანუ ვისაც რა გინდათ ის უნდა ჭამოთ ჩემი აზრით რა. ეგრე იძახიან რომ ადამიანის ხორცი ყველაზე კაიო იმისთვისო. ადამიანისთვის, იმიტომ რომ ბევრ ცილას და პროტეინს შეიცავს, მაგრამ მაგის გამო ხო არ უნდა ვჭამოთ ადამიანები. და ეგრე არა, იქ სალათის ფურცელი შეიძლება კაია, მაგრამ გამომთხარი ტრაქში არ მინდა. ზანდიბოდის დღეს ბევრი უძნელი, მაგრამ რა ვქნა ახლა რა, სისულელე არის. მე ეგრე მგონია რომ სისულელე არის. ვინც მიყვებით, მიყევით, რა, იმას კი არ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ სულელები. პროსტა ეს ოფშიშოტში მგონია რომ სისულელეა. ეხლა არ გამიბრაზდეთ, მართლა არ გამიბრაზდეთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამიბრაზდეთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ასე. თქვენ თუ არ ფიქრობთ ეგრე, არ არის პრობლემა. უნდა დავამუქამოთ ქართველებმა ეგეთი რაღაც აზრის დაფიქსირება. მე რო ვიძახი რომ რაღაცა ესე ჯობია, მე ვფიქრობ რომ ეს ჩემთვის ჯობია ასე. და თქვენთვის რას ჯობია, თქვენი გადასაწყვეტი არის. ყველა ადამიანი მე ვიღაცა იტყვის რომ სალათის ფურცელი ჯობია, ვიღაცა იტყვის კატლეტი ჯობია, ვიღაცა იტყვის რომ ტყემალი ჯობია. ვისაც რა უნდა ისერჩივნოს, თქვენი შესაკითხი რა არის. გუშინ გადავიღეთ კაი ვიდეო კოპალასთვის, კოპალას არხისთვის, მე ლენგამ და კოპალამ. ძალიან კაი ვიდეო იყო. როდის დადებს არ ვიცი, მაგრამ კაი ვიდეო გადავიღეთ. დადებს ერთ თვეში ალბათ კურიოზნაირად.
ნელია მე მონტაჟია და სახში ეგ არ არის რომ მონტაჟები გააკეთოს. ხო და ეგ არის რა. მიყვარხართ, კარგად იყავით, ტკბილად იძინეთ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ. ან არც ერთი არ ქნა, თუ არ გინდათ. აი, ნახეთ რა მარტივია ცხოვრება. თუ გინდა ქენი, თუ გინდა არ ქნა. მე რას მიყურებ კაცო. ჩემი ნათქვამს რომ მოусმინოთ ეგრე, 1000 სისულელებს ლაპარაკო. დონაციები არ წყდება. მენა გუში ვიღაცამ ერთ თეთრიანებით. გარჩე ერთი 3 ლარი ჩარცხა 30 მესჭი მოვიდა ბოლოს გავთიშე. მესჭი. დამღალა. მან ის თან იმებს არაყოლებს არაფერს არაყოლებს და რა ქვია. დანიშნულებაში. ხო უნდა წავიკითხო. იმ დღეს 7 ლარი ჩამირიცხე თქო მე მაგას გადავურიცხე რაღაც უპასუხე რა კითხვასავით მომწე. ასე ამიდის ცხოვრება მიდის. ყველა ბედნიერია. დათვები არიან გეები. ცოტა კარგად ხართ.